გადაცემა რადიო მანია. ძალიან ხო დაურეკეთ, ახალი ნაყიდი ყავს მანქანა და აზრზე არ არის სტარების და შემთხვევით ვითომ თქვენ მანქანას გაუსვათ, თან მაგარი პრიკოლი ხალიაო. გიული ქვია, ყველა ვიხალისებთ. დიდი მადლობა წინასწარ. დაურეკე. კარგი. ალო. ბატონო. გამარჯობათ ქალბატონო. გამარჯობათ. გიული ბრძანდები? დიახ. ქალბატონო გიული, მე გახლავართ სოსო ადამიანშვილი. დიახ. და იცით რა შეა საქმე? თქვენ გაუსვით ჩემ მანქანას. როგორ გაუსვი კაცო? ჩვეულებრივად ეთყობა უხვევდი თუ რაღაც წინ პარპრიზი არის გაფუჭებული და ვიდეო თვალით დავათვალიერეთ. საადაბა მითხარი გენეცვალე. არა, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? მე მინდა თქვენ დაგელაპარაკოთ და მოვილაპარაკოთ. კი ბატონო, მოვილაპარაკოთ, მაგრამ სად მოხდა ეს ამბავი? როგორ სად მოხდა? სად გაუსვი, აბა სად ვიდექი, სად იდექით თქვენ? ფოტოებს მოგიტანთ და ნახავთ რომ თქვენ ხართ. თქვენი გვარი მითხარით? სად გაუსვი? აი მაინტერესებს ვიდეო კამერა სად გახსენით? სად გახსენით და ბანკის წინ. აბა რომელი ბანკის წინ? საქართველოს ბანკთან. ეხლა გატყუებთ თუ რა შეიძლება? არა, რატომ მომატყუებთ, მაგრამ მაინტერესებს მართლა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვდგევარ სულ და რო გამოვდიოდი, როგორ გაუსვი, რა ვიცი. ეხლა იქ ჩემ წინ არავინ მანქანა არის გა. არა, უკანა მხარე, ან თქვენ გამოიყვანეთ მანქანა, აი რასაც ხედავ მე ამოვიღე ეს ისა და მაგ ფლეშკაზე მაგ შემიძლია ხვალ მოგიტანოთ და გაჩვენოთ. აყენებთ მანქანას და გაუსვით წინა მხარე. წინა მხარე გაუსვი. მე დამაყენა სტაიანშიკმა იქ და სად რომ თქვენ რამდენი ხანია რაც რულთანზე ხართ? რა ვიცი, 3 თვეა. 3 თვეა? იცით ქალბატონო, სრულიად ახალი მანქანა. ხო. არ იცით რა მდგომარეობაშია? არა, ეგეთ დაზიანებას ნამდვილად ვერ მოვახდენდი. ეგ მართლა გამორიცხულია. საქმე რა შეიცით? უბრალოდ ხო გავიგებდი, ახმას გავიგებდი, ან რაღაცას გავიგებდი. მე ეხლა არ მინდა თქვენ რამე გაკადროთ, ჩემ მეუღლეს ელაპარაკეთ, იმიტომ რომ ქალმა ქალს უნდა ელაპარაკოს, მე არ მინდა თქვენთან შემოვიდე კონფლიქტში. კი ბატონო. ქვია? გიული. გამარჯობა ქალბატონო გიული. გამარჯობა. მისით რა არის, ჩემი მეუღლე რაღაც ძალიან მშვიდად გელაპარაკეთ. ახალი მანქანა მინდა მე საერთოდ რომ მიყიდოთ, იმიტომ რომ აი იმდენად გამიმცადე ჩემი მანქანის წინა მხარე საერთოდ არ ქონა, რომ პრინციპში შეუძლებელია გაკეთება და ან წაიყვანეთ და როგორღაც გაყიდეთ. როდის მოხდა ქალბატონო და გუშინ და ძალიან დიდი ბოდიში. საათი არ მახსოვს ახლა რა ვიცი მე რომელსაც გამოსდეს ჩემი მანქანას, ოდიშ ჩამოუგრეთ პარპრიზი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა თქვენ თუ ტარება არის, ამიტომ მე არ უნდა დავზარალდე და არ უნდა ვიზარავო მე ამხელა თანხიანი მანქანა. ერთი წუთით ესე იგი რა ადგილას მოხდა, მაშინ ზუსტად მითხარით, აგეხვედა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ქალბატონო მოხდა, როგორც კი გამოდიხართ, ხელ მარჯვნივ ეყიდა ჩემი მანქანა. თუ გემოთ მოგიტანთ ფლეშკას და არ ვიცი, ან მეუღლე თუ ყავ ჯობია მეუღლესთან. საქართველოს ბანკთან. კი ბატონო, საქართველოს ბანკი არის ხელ მარჯვნივ მე გქთებ და გაიხსენოთ როგორღაც. მოიცა საქართველოს ბანკი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არ არის. ქალბატონო ძალიან ხოთ ეხა თავს ნუარიდებს პასუხისგებლობას. ხვალ შევხვდეს ეს პირო. აი, ეს მგონია ვიღაცა მეხუმრება რა. მე მგონი სახუმარო არ გვაქვს საქმე ჩვენ ქალბატონო გიული და ხვალ შევხვდეთ პირველ საათზე, წაიყვანთ ჩემ მანქანას და მომიყვანთ ისეთი როგორიც იყო, ან ახავს. ეს უკვე თქვენ გაარკვეთ თქვენ ოჯახში. მართლა ძალიან ცუდად თავარ. არა, მე უფრო ცუდად ვარ დამიჯერეთ. მოიცა ერთი წუთით აი მართლა ამიხსენე. არა, ისეთ არის, ჩემი მეუღლე. არა, შეიძლება გული გამიჩერდეს ეხლა. არა, გული ნუ გაგიჩერდება. ეხლა რაღაცა მომენტი სახლში მეუბნება რომ მანქანა აი ფლეშკა მოგიტანე მე შენ მანქანა დაგიზიანა ვიღაცა ქალბატონმა მაძლევს ნომერს ეხლა თქვენ ის თქვენ გეთოთ ჩემი მეუღლე მატყუებს. ვაიმე, არა, არ გატყუებთ ქალბატონო. მე მაგას აუცილებლად ნახავ, აუცილებლად განვიხილავ და აუცილებლად მივხედავ მაგას. არა, დაარტყით ჩემ მანქანას. არ დამიტყავთ. ჩემი ქმარი მატყუებს, მაგის თქმა გინდათ? ვაიმე, ნამდვილად აი ვერაფრით ვერ მოვალ. ეხლა თქვენ ოჯახში ბიბლიოთეკასთან საქართველოს ბანკი. ქალბატონო გიული, ესე გამოდი. ვაიმე, მეხუმრები რა. მე ხვეწები მითხარი რომ მეხუმრები რომელი ხარ მითხარი რა. რადიო აფხაზეთის ხმენაგირა გავდით. და თუნდაც თავარ კარგი. ბატონი გია ჯაჯანიძე გესაუბრებოდათ ქალბატონო. ეხლა შეიძლება გული გამიჩერდეს. არა, ეხლა ჩვენთან ერთად გაიცინეთ და არა, დამიგდეთ ყური. თქვენ ეხლა უნდა იყოთ ბედნიერი. თქვენ
იყო? თქვენ უნდა იყოთ ახლა ბედნიერი, იმიტომ რომ თქვენ არავის მაგადას არ დაარქვით. ბედნიერი კი არა, შეიძლება თავის ჩამოვიდეთ. არა, არ ჩამოიხროთ არაჩვეულებრივი ადამიანი ბატონი, გია ჯაჯენიძე, გესაუბრებოდა. აი მე გია ჯაჯენიძე შემხვდი ძალიან ხო რა. სადაც გინდა იქ მოგზადი უნდა გაგიცნო. კარგი, აუცილებლად. კარგი. მართლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობ, მოდი მიკითხე. კარგი, აუცილებლად. უდათავარ ხალხური თქვენი ნომერი გამოგვიგზავნეს ნომერზე 98-90 თქვენმა მეგობარმა სამწუხაროდ უფლება არ გვაქვს რომ თქვათ ვინ არის, მაგრამ მოკალით ალბათ თვითონ დაგიკავშირდება. დიდი მადლობა და იმედივარ სანძღენი არ ბრძანდებით. კარგად ნაფონდის. როგორი კაი ქალი. ყველაზე მხიარული გადაცემა რადიო მანია.